გამარჯობა მეგობრებო, ხაზზეა პოდკასტი FM8. დაგიბრუნდით მეორე პოდკასტი არის ZZ. ერთი კამერი თვარად ამჯერად ამ პოდკასტში. დამიჯდა. ჩვენი სტუმარია ბატონი ჰინატაშო, რომელთან ერთადაც გადავიდა უკვე ერთი პოდკასტი, მაგრამ სამწუხაროდ წაიშალა ის პოდკასტი. რატო წაიშალა? მაგას აზრი არა, არც მახსოვს რატო წაიშალა, მაგრამ წაიშალა. გაშუქება. კარგად, თავად. ვითომ არ მინახავს, რა ვარ. ეხლა წინა პოდკასტში რაკეთებს იყო, იგივე კითხვები იქნება, просто ხო ხუდები და რო წაიშალა. კაი, კითხვა პირველი, როგორ დაიწყე გახმოვანება? 2019 წელს შევედი ფრენბურთის 2019 წელს დავიწყე ფრენბურთზე სიარული 18 წლამდე ბიჭების თბილისის ნაკრებში და მან გავიცანი ერთი ადამიანი სახელად დეკუ, ზედმეტ სახელად. სახელი რავი, ზარიკო ტკემალაც. და მოკლედ ფრენბურთზე დავდიოდი იმით რა, ჰინატას ფორმით. და შეამჩნია რა და ანიმეებს უყურებოდ, მე კი უყურებ თქო რა, მე მაგაზეც საუბრობდით кайხანი, მე წავედით უკანა გზაზე, მითხრა რომ ვახმოვანებო მე რა, მე თქვი ვახმოვანებ თქო, მაგარია თქო რაღაც. სადახმოვანებ, რას ახმოვანებ თქო და ანიმეებს ვახმოვანებ იმაზე, ანიმე ტივიზეო რა. და მე თქვი ანიმე ტივიზე არ მსმენია. ზოგადად ქართული საიტები და მარტო აჭარიან ტივის ველი მაგ დროს. მე თქვი მაგარია თქო რაღაცა რა, ესე მეც მინდოდათ დათქო გახმოვანების რა. და ეგრე ერთხელაც მივწერე, მეთქი ვცდი თქო, აბა რამის გახმოვანებას თქო რა და დამაკავშირა ერენთან. ერენს რო დავუკავშირდი, ერენმა მითხრა რომ რამე მომენტი ჩაიწერეო, ჩამიგდეო. და ვნახავ, აბა როგორ გახმოვანებო რა. ჩაუწერე ისა ირუმა კუნთ რაღაცა ერთიანი არის, მაგის ისა ერთი წუთი კონ თლიანი სერია ჩაუწერე. დაგჭირდა 8 საათი ხომ? ხო, 8 საათი დაგჭირდა, ტელეფონით ვახმოვანებდი. და ეს რა ქვია, ხშირად ეხლა მაგ მომენტში რო ვახმოვანებდი, ვერ თლიან წინადადებას დაუშვად ვერ ვამბობდი რა, იმიტომ რომ ან მავიწყდებოდა ან რაღაცა რა. ხო და მაგის გამოც რაღაც ისეთი გრძელ წინადადებებს ფურცელზე ვწერდი და ეგრე ვკითხულობდი და ვამბობდი რა. ეგრე ხშირად დამჭირვებია. ეგრე ხშირად დამჭირვებია რა. ხო და ისე დაემთხო რომ მაგ პირველ სერიაში მომიწია სიმღერაც. და მე მაგაში გამოცდილი არ ვიყავი სიმღერაში, მაგ დროს არ ვიყავი. ხო და ჩავუგდე ახლა ეგ პირველი სერია და კარგიაო რა, ნორმალური არისო რა და ამიყვანა ახლა ანიმე ტივიზე და მეთქი ბარემ გავაგრძელებ ირუმას თქო რა, 24 სერიანი იყო პირველი სეზონი იყო მარტო მაგ დროს გამოსული. გავაგრძელე რა, თან მაგ პერიოდში ვიყავი გაციებული და სახლში მიწევდა ყოფნა, არც სკოლაში არ დავდიოდი, არც ფრენბურთზე არაფერი რა და მეთქი სანამ დრომოშოთ გავახმოვანე თქო რა. და მერე რო დავამუღამე რომ თლიანი სერიის გახმოვანებისთვის ერთი დღე მაინც მჭირდებოდა. მეთქი შანსი არა, ვერ ვიზამ თქო იმენ. ან ფიზიკურად დრო არ მეყოფა თქო, ახლა ამდენი საათი რომ მივახარჯო რაღაც სერიას თქო რა. და დავიკიდე რა, 2019 წელს დავიკიდე რა. თან მაგ დროს არა. მერე წავედით, მაშინ რა ქვია. ბაკურიანში წავედით, მთელი გუნდი, სნოუ ვოლейბოლის იყო რა, ტურნირი იყო და მაგას წავედით რა, დამხმარეებად. და იქ კიდე ვილაპარაკეთ მე და დეკუმ რაღაცა და შემხვდა ერთი ანიმე, რომელიც უნდა გამოსულიყო 2020 წლის, არა 2019 წლის ბოლოს დეკემბრისკენ უნდა გამოსულიყო. არ ვიცი დეკემბრისკენ რატო, იმიტომ რომ სეზონი ზოგადად არა, პრინციპში ხო დეკემბერი. ხო, დეკემბერში უნდა გამოსულიყო, გამოვიდა კიდევაც. და აღმოჩნდა 1 საათიანი პირველი სერია. რა ანიმეზე საუბრობ? დარვინის თამაშები. ეგ იყო ზოგადად ჩემი პირველი ანიმე, რომელიც საიძე დაიდო. დარვინის თამაშები გამოვიდა 1 საათიანი იყო და მეთქი პიზდეც თქო. 20 წუთს ვაკეთებდი 7 საათში თქო და ეხლა 1 საათიანზე რა ჩემი ფეხები უქნა თქო. კაი ჯანდაბას თქო, დავიწყე ახლა დარვინის თამაში გავახმოვანე. მაგ დროს
2019 წლის დეკემბერში როგორც მახსოვს, ხო? მარტო დეკემბერში წესით. ანიმეტივი გათიშული იყო. მგონი გადაუხდელობის გამო ან რაღაცა არ ვიცი. მგონი საიტის დიზაინს სვლიდნენ, არ ვიცი ზუსტად. გათიშული იყო ეგ თვე და მე უბრალოდ ვახმოვანებდი რა, სერიებს ვაგროვებდი, რაც გამოდიოდა, მაგას ვახმოვანებდი. გავახმოვანე რაღაცა და ისე ვქვია. ერენმა ისე ვქვია. პოსტის სახით დადო, ან საიტზე ჩაერთვა რეები დაემატებაო რა. და მან ჩასვა ჩემი ერთ მომენტი და მეთქე რა მაგარია თქო. ჩემი მომენტი რაც გახმოვანება მოხდა იქ რა ქვია. 12000 გამოწერიან Facebook გვერდზე თქო სადაც ანიმე მაშინთან ბევრი იყო და ხო მაშინ ბევრი იყო რა და მოკლედ მაგარი გასწორებულში ვიყავი და უფრო მომეცა мотиваცია რომ გამაგრძელებინა რა სადღაც მგონი 4 სერია მქონდა ხო 4 სერია მქონდა დაგროვებული და დაიწყო ჩაერთო საიტი და ზუსტად 2020 წლის 1 იანვარს ჩაერთო საიტი და დაიდო ჩემი სერია. ანუ ჩათვალე გახმოვანება დავიწყე ზუსტად 2020 წლის 1 იანვარს ოფიციალურად. ანუ ყოველი 1 იანვარი ჩემი ის არის იუბილეი. და 5 წელი გავიდა. კი 5 წელზე მეტი გავიდა უკვე. და მოკლედ ეს დაიდო დარვინის თამაშები და სხვათა შორის ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა მაყურებლის მხრივ. ბევრს მოეწონა გახმოვანება რაღაცა, არ მიკვირს რატომ მოეწონათ, მაგრამ მოეწონათ და თქი კარგი მაგარია თქო, უფრო მომეცა мотиваცია, დარვინის თამაშები ბოლოსკენ რო გადიოდა, 2 სერია რო იყო დარჩენილი, სხვა შორის არ დამიგვენები არც ერთ სერია. 2 სერია რო იყო დარჩენილი, მე პარალელურად დავიღე კიდევ ერთი ანიმე, ჩინური ანიმე, უკვდავი მეფის ყოველდღიური ცხოვრება. მაშინ არ მეგონა რომ ყოველ წელს თითო სეზონი გამოვიდოდა. დავიწყე მაგის გახმოვანება და მაგასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. ნუ პრინციპში გათვლილი მქონდა იმ პოჩი რომ თავი პერსონაჟი ძალიან ძლიერია რაღაცა ეგეთი მოწონს ხალხს რა. და ეგ რო გავახმოვანე, უკვე მთავრდებოდა სეზონი და ამ ჩინელებმა მოინდომეს და კიდევ ერთი პერსონაჟი ჩასვეს ანიმეში, რომელსაც ცალკე ანიმე მისცეს. ჯერ დამთავრებული არ იყო ის სეზონი და მომიწია იმ სერიამდე ანუ სანამ იმ სერიას გავახმოვანებდი სადაც ეგ პერსონაჟი გამოჩნდა მომიწია იმ პერსონაჟის ანიმეს 12 სერიის გახმოვანება რომ ხალხი მიხვდარი იყო რომ ვა ეს პერსონაჟი აქ არის და იქაც გამოჩნდა რაღაცა რა ეგეთი ის რეაქცია რო დარჩენოდა რა გავახმოვანე სხვა შორის 9 წუთიანები იყო პირველი სეზონი და მაგ პოჩი არ გამიჭირდა რა გავახმოვანე ეგ ანიმე მაგარი დებილობა ანიმეა. კომედია კი იყო, ცუდი კომედია არ იყო რაღაც მხრივ. მაგრამ დებილობა ანიმე იყო. ხო და ეგრე გავახმოვანე ეგ მესამე ანიმე თვლება, დაუნთორე ის კუკდავების ყოველდღიური ცხოვრება და მე უკვე ასე გაგრძელდა და ხო, ესე მოხდა გახმოვანებაში. ეს კითხვა წინასწარმოსაც დავუწვი, მაგრამ მოდი შენ თქვი, საიდან მიხვდი რომ ჰობიდან გახდა ის რომ რაღაც ხალხის გამოხმაურება მოვიდა და საიდან მიხვდი რომ ჰობიდან საქმე შეიქმნა. ზოგადად გახმოვანება ბავშვობიდან მსურდა. ანუ ისე თემა არის რომ ახლა მე უმეტესწილად ბავშვობაში რუსულ გახმოვანებას, რუსულ დუბლირებას და შემეგეთ რუსულ რაღაცებს უყურებდი. და მაგ პონჩი არ მომწონდა ქართული გახმოვანება. რეალურად ბევრი სახლაც არ მომწონს. ანუ ზოგადად არ არის რა voice-overi ჩემი რა. ნუ კი მიწევს ზოგჯერ, მაგრამ ეგ იმ ხრივ რომ ხალხი არის მაგას მიჩვეული. და მინდა რომ ხალხი ზოგადად voice-overs სამუდამოდ გადაეჩვიოს ბოდიშკეს. მინდა რომ ხალხი voice-overs სამუდამოდ გადაეჩვიოს ქართველები სამუდამოდ გადაეჩვიონ. იმიტომ რომ დუბლირება 1000 ჯერ უკეთესია. გაცილებით დუბლირებით თუ სიმინა ის პერსონაჟი ხო ან დუბლირებით უფრო გაიგებ იმ პერსონაჟის ემოციებს ვიდრე voice-overით დაუშვათ. voice-overით თავად საქმე არის რომ შინაარსი. ხო რა შინაარსი ახლა იგივე წიგნი წაიკითხო რა ეგეთი თემა უბრალოდ შესაძლოა სხვა კითხულობს. ხო და ეგ არ მომწონს რა ანუ გახმოვანება ისეთი თემა არის უნდა მოგწონდეს რომ აი მაგ პერსონაჟს შენახმოვანებ და მაგ პერსონაჟის ემოციები უნდა სრულიად შეიგრძნო ადამიანმა. voice-overში მე
ეგეც არ მოსება ერთი რო ყველა სახმა. ბიჭო, მაგაზე არაა პრობლემა. რუსულ იმეებში დუბლირება არა, ანუ voice-over-ებში. რუსულ voice-over-ებში ერთი ადამიანი ახმოვანებს, დაუშვათ. აი ანიმეები ავიღოთ მაგალითად. ანიმეებში ერთი ადამიანი ახმოვანებს, ბიჭებსაც, გოგოებსაც და ანუ პრობლემა არ გამჩენია, იმიტომ რომ ეგ თლად voice-over-ი არ არის. რუსები თლად voice-over-ს არ აკეთებენ, იმიტომ რომ რუსული voice-over-თან გათიშულისა ხო? არ გათიშული. უბრალოდ იცი რა თემა არის ის თლად voice-over-ი არ არის. მე უფრო მაგ სტილს ვაწვებოდი რა. თლად voice-over-ი არა, იმიტომ რომ ანუ ემოციებიც არის, ну შენარევია რა დუბლირების და voice-over-ის რა. ემოციური voice-over-ი ჩათვალე. აი ეგ მომწონდა რა. ეხლა დუბლირების საშუალება იმ დროს ახლა არ იყო არც ფინანსები არაფერი არ იყო რა მოკლედ რა. ეხლა ვერ დაუძახევდი ეხლა 20 ადამიანს, 24 ადამიანს, როგორც ეხლა რევოის აკეთებს, იმიტომ რომ ფიზიკურად მაგდენი ადამიანი არც იყო იმ დროს გახმოვნებაში. კაი იყო, მაგრამ მოთხოვნადი არ იყო რა. თვითონ არ სურდათ რომ ეხლა დუბლირება ექნათ ან რამე. თორე მიცდია კიდევაც. ხო და voice-over-ი ანუ შეხედე ადამიანი როდესაც გახმოვნებას იწყებს ის მიკვირს რომ აი დაუშვათ ავიღოთ გიორგი წერეთელი და მარიამ გეორგობიანი მაგათვის კი ბევრი აუთ გახმოვნებული და რაღაც მაგისთვის პატივსემ რაღაცა ბევრი რაღაც შესთავაზე ხალხს რომ უყურონ რაღაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ მაგას გინაჭარანეთი უბრალოდ მე ის ფაქტი არ მომწონს რომ მათთვის ეს როგორ თქვა, გულს არ ატანენ რა ამას რა. აი ტექსტს უგდებენ, ტექსტი უგდებთ და ისა მაქვს ნანახი ეგ მაგათ როგორც ახმოვანებენ რა პროცესი და ტექსტი უგდებთ და სცენა ერთი აწერია, სცენა ერთი რაც ამბობს, მაგას უბრალოდ კითხულობს. წერია ბიჭი, კითხულობს, მე რეიცის რომ გოგო არის, იმიტომ გოგო წერია, მე რეიცის ბიჭი წერია, ისევ კითხულობს რაღაცა, ანუ გულს არ ატანენ. ეს ხონდა მახსოვს ერთ პერიოდი Mondo Studio-ზე Mondo შეხედე დამწყებით რო იყო დამწყებით შეხედე დაიწყო ისე რომ უნდოდა რომ პერსონაჟი შეეგრძნო რა ემოციურად აი თინეიჯერი მგელი ხო აი თინეიჯერი მგელი მაგრამ შეიძლება არ ქონდა ხმა დახვეწილი და რაღაცა დამწყები რა ხარ იყო რაღაცა მაგრამ გულს დებდა რა ეგრე რო გაეგრძელები ხო აი დაუშვათ ეგ მომენტი გულს ატანდა მაგის გახმოვნებას გულს ატანდა და ეგრე რო გაეგრძელებინა, აი დამიჯერე, აი ახლა voice-over-ს ხალხი შეიძლება შეჩეული არ ყოფილიყო, იმიტომ რომ წერეთელს და გეორგობიანს თავიდანვე რო გაეგრძელებინათ ისე გახმონება როგორც აი მაგ დროს თინეიჯერ მგელს შეახმოვნებდნენ, ეგრე ახლა არ იქნებოდა ისე მიღებული რომ ფილმზე და სერიალზე voice-over თუ არ არის, ბანძობა. არა. ან ემოციური თუ ხო, ემოციური თუ არის voice-over, აუ ამას როგორ ვუყურო, ვიღაცა ყივის, ვიღაცა წივის და რაღაცა. ხო, მაგრამ ბევრი მაყურებელს ხო ეგრე შევნია რომ ანუ ხო არ ევასება როდესაც გახმოვანების სახეობი. ხო არის ბევრი ისე რომ არ ევასება რომ ყობილის გახმოვანების სახეობი და ურჩენია წყნარად უყუროს. მიუხედავად იმისა რომ მაგისთვის შეხედე რა არსებობს კომპრესორი არსებობს კომპრესორი ყველაფერს შვება ანუ გინდა ადამიანმა ბოლო ხმაზე იყუროს კომპრესორი ისე დაკომპრესირებს ხმას რომ ეკვირილი შეიგრძნობა როგორც აი უბრალოდ საუბარი რა ანუ პრობლემას ეგ არ შექმნის ღამეს რო უყუროს კომპრესორის დამსახურებით პრობლემა არ შეიქმნება ვიღაცამ რომ იყუროს გახმოვანების დროს ხო და ჩემი აზრით გახმოვანებას რო იწყებ ანუ იმ საქმეს კიდევ ხელს რომ ანუ ადამიანებს გადასცეს ზუსტად ის ემოციები, რასაც გადმოცემთ, ცდილობენ გადმოცემენ ის მსახიობები, გამხმოვანებლები, რეჟისორები, სცენარისტები, რა ყველა რა, ეს გადმოცემას ცდილობენ რომ გადმოცემენ ისე რომ ადამიანმა ისიამოვნოს მაგით და მე უბრალოდ არ მესმის აი voice-over-ის ყურებით ადამიანები რა სიამოვნებას იღებენ. უბრალოდ სერიალს უყურებენ ბაზარი არა, ეგ მაგით იღებს სიამოვნებას. მაგრამ ხო აქ სერიალს ან ფილმს სიუჟეტი რომელიც ჩაგიწევს voice-over იყოს ფილმი. არა, ხო, სერიალისგან იღებს სიამოვნებას, მაგრამ აი თვითონ მაგ გახმოვანებისგან როგორ შეიძლება ადამიანმა სიამოვნება მიიღოს. მიჩვეული ხარ ბაზარი არა. მიჩვეული რახან ხარ უკვე დიდად ყურადღებას მაგას არც აქცევ. დუბლირებას მისაჩვევია, მიეჩვევა. ხო, თავის დუბლირება უფრო მარტივი მისაჩვევია, ვიდრე voice-over-ის, ჩემი აზრით. მაგრამ იცი რა თემა არის? აი დუბლირებაზე ისე თემა არის, voice-over-ი ისე გაპაპსოვდა უკვე საქართველოში, რომ აი კინოთეატრში შემხედრია ხალხი, შემხედრია რა, მინახავს კომენტარები და რაღაცა, კინოთეატრის დუბლირება დაუწუნიათ. ანუ ანუ კარგად არის დუბლირებული რაღაცა, შეიძლება თარგმანშია პრობლემა, მაგრამ დუბლირება კარგი არის, განხმოვანებლები ჩვენურად შერჩეული კარგად არის გადანაწილებული, ყველაფერი კარგად არის განხმოვანებული. მაგრამ მაგასთან პრობლემა მქონია, თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ აუ სიმღერები ქართულად არ ქნათ.
რატო არ უნდა ქნა სიმღერები ქართულად? დედაში სმენა სიმღერა. ბიჭო, თუ არ გესმის რას საუბრობს, ანუ თუ გინდა რომ ანუ შეხედე იცი რა თემა არის? თუ ფილმში არის ჩასმული რაღაც ისეთი სიმღერა, რაც ფილმს არ ეხება, ფილმის სიუჟეტს არ ეხება. ბაზარი არა, ეგ არ არის აუცილებელი გასახმოვანებელი დუბლირებაში. მაგრამ თუ იმენა მაგ მომენტისთვის არის, აი დავუშვათ, ავიღოთ დისნეის რაიმე. დისნეის რამე მეფელომი სიტყვა. მეფელომი ავიღოთ მაგალითად. მეფელომში აი სიმღერები რო არის. ეგ ხო იმენა იმ სიუჟეტისთვის არის გათვლილი ეგ სიმღერები, რომ ადამიანებმა გაიგონ, ეხლა რაზე მღერიან, რაზე საუბრობენ მაგ სიმღერაში. ეგ აუცილებელი არის, რომ ის რა ქვია, ქართულად იყოს. არ უნდა დატოვო ინგლისურად, მით უმეტეს დუბლირებაში. voice over-შიც უნდა იმის თავი უნდა ქონდეს, რომ სუბტიტრები მაინც მიუწერო. იმიტომ რომ აუცილებელი არის, რომ ადამიანმა გაიგოს, მან რას ლაპარაკობენ. ანუ და ხშირად ახლა ქართულად ვინც უყურებს მარტო, იმისთვის ახლა რთული არის, ახლა ინგლისური რაღაც რო ხმები რო გაიგოს, თან ამდენი ხმა რო გაიგოს ინგლისურად. შანსი არ არის, ვერაფერს ვერ გაიგებს რა. ანუ შეიძლება ინგლისური რაღაც დონეზე იცი, მაგრამ როდესაც ხშირად არ გესმის ეგენა, რთული არის რაღაცის გაგება სუბტიტრების გარეშე. ხო და ჩემი აზრით, სიმღერები ქართულად აუცილებელი არის. აი რო წერენ არ უნდა ქნა, ეგ სრული მარაზმია. აი ვონკას რო ახმოვანებია. ხო, თუნდაც ვონკას ხაინი რა. ეს რო სიმღერები არ გაგვეხმოვანებიაო საიტზე. voice over-ში. ანუ როგორ, ანუ დიდი სიხარულით ანუ? ანუ უხაროდ რომ სიმღერები არ გავახმოვანეთ, დავტოვეთ ორიგინალიო. ვინ? გიორგომენს ვიდეო ტიქსტზე. გიორგომენს არ მოეწონა ვონკას სიმღერები? არ ვიცი მოიწონა თუ არა, მაგრამ ედო ვიდეო რო სიმღერები არ გავახმოვანეთ, ორიგინალი და დანარჩენი ყველაფერი გავახმოვანეთ. ცუდია ეგ. ანუ არ არის სტორი ეგ, არ არის სტორი. ცუდია თქო ეგ. მინუს ეს ვინა კამერამენია. კედელს ხედავ მე. ხო და ციგარეს აღარ მოგწ. დაჯდა. ხო და არასწორი ეს აქციელია რა ეგ. უნდა მაყურებლისთვის უნდა იყოს ისე გაკეთებული, ისეთი ტავარ როგორ იქნება ქართულად და მოვიწყდა. ტვირთი არა შეჩემ. короче, მაყურებელს საქონელს ვერ ვიტყვი ახლა. ну, короче, ხო რა, короче, მაყურებელს ისეთი ის უნდა შესთავაზო, ისეთი ხო პროდუქტი. ისეთი პროდუქტი უნდა შესთავაზო, რაც შეუქმნის იმ გრძნობას, რასაც მიიღებ დავუშვათ ინგლისურად ორიგინალში ყურებისას რა. ეგეთი გრძნობა უნდა შეუქმნა. რასაც სამწუხაროდ ახლა ქართული მაყურებლები არ არიან მიჩვეულები და ურჩევნიათ ის პროდუქტი მიიღონ, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ. ფილმზე ურჩევნიათ. რა ხდება? სად არის? წავედით. ო, ზუსტად. იმენა. არ მომწონს რა ეგ. აი ახლა დავუშვათ Minecraft-ის ფილმი, ხო? Minecraft-ის ფილმი გავახმოვანეთ Redline com-ზე. ნახეთ ხო ისაც არ გინახავს, აღწერაში იქნება. ხო, აი voice over-ია, ბაზარი არა, დუბლირებით. სიმღერების გავაკეთე. დაჟე ამას ეს მეჯდა რა და ხო ბიჭო ამ ხელა სიმღერა უნდა გააკეთო. მეთქი ბიჭო მთლიანი სიმღერა არ არის თქო რა, გავქაჩო თქო რა და გავაკეთე სიმღერები და დამატებით ემოციებით ჩავდე გახმოვანებაში. ანუ არ დავტოვე voice over-ი, არ ვქენი ისე რომ აი ყველა ბოხიხმით რომ ექნა, ყველა აი ეგრე არ დავტოვე რა. მირჩევნია აი ზოგადად ეხლა თავიდან კი ვაპირებდი მარტო აი ის გადაჩვევას რა, voice over-ი მინდოდა რომ მივჩვეოდი voice over-ს რა, მაგრამ მე დავფიქრდი რომ ბიჭო რახან ანიმეში მივაჩვიე ხალხი უკვე ემოციურ გახმოვანებას თქო. მოდი ვეცდები იქნებოდა ფილმში ემოციური. ხო, ანუ ვეცდები რომ ფილმებშიც და სერიალებშიც მსგავს მივაჩვიო თქო, იმიტომ რომ აშკარად, ანუ მე რომ მივედი ის რა ქვია, ანიმატივიზ, ანუ ანიმე სივრცეში რომ ჩავერთე რა გახმოვანების 2020 წელს, ხალხი არ იყო ემოციურ გახმოვანებას მიჩვეული. დავუშვათ იაგამი ავიღოთ მაგალითად. იაგამი იმდენ ემოციას არდებდა, რამდენსაც ითხოვდა ზოგადად ანიმე რა. და უმეტესწილად, ანუ ჩურჩული იყო რა. ხო, თან ანიმე ითხოვს კოლოსალურად დიდ ემოციას, დიდ ენერგიას და უნდა გამოუშვა და ზუსტად. ერენიც არ ცდილობდა ეხლა. ერენს კაი ხმა აქვს, მაგრამ კარგად ახმოვანებს.
მაგრამ ერენიც არ ცდილობდა იმ დროს ემოციების ჩადებას. და სხვების არ ვიცი, მაგ დროს მარტო ვიცოდი იაგამის და ერენის და დეკუს არდებდა საკმარის, დეკუს არდებდა ემოციებს, უფრო voice-over-ს აწვებოდა. ხო და მეთქი არასწორია თქო რა, მინდა რომ ის რა ქვია, ხალხმა ისიამონოს ყურებისას ემოციებით თქო რა და რო დავიწყე ეს ემოციებით, სხვადასხვაის თავიდან კი კარგად წავიდა, მაგრამ მე აი დაუშვა ჯუჯუტსკაისენი რო ავიღე. ჯუჯუტსკაისენს წამოვიდა ცოტაუნენი ჰეითი რა, ემოციების მხრივ რა, რატო ახმოვანებთ ემოციებით? ეს უნდა გაახმოვანოს იაგამიმო, ან ერენმაო და დეკუს გამოდგებაო რა. ანუ უემოციო რა. გამოდგებაო და დავიკიდე ეგ რა, გავაგრძელე მაინც ჯუჯუტსკაისენის გახმოვანება და რავი, აი ხალხი ის მიხარია რომ ხალხს ემოციური გახმოვანება მიუჩვია და დამატებით გამხმოვანებლებიც უკვე ემოციურად ახმოვანებენ რა. ბევრმა უკვე და რაიმეტას დამსახურება ემოციური გახმოვანება რო შემოვიდა საქართველოში. საქართველოში არა, ანიმეს ურცეში დიდი ალბათობით. ხო და ის მიხარია რომ ხალხმა დაიწყო რა უკვე ემოციურად გახმოვანება და მიხვდნენ იმას რომ არა ანუ თუ საქმე საკეთებ უნდა გააკეთო ისეთი საქმე რომ თვითონაც ისიამონო და ხალხსაც ასიამონო. ეხლა აი voice over-ით როგორ უნდა აი თუ ფულს ანუ შეხედე ფულს გიხდიან ბაზარი არა შეიძლება ბევრი იყიდებს რა ფულს მიხდიან ამაში რა voice over-ში მიხდიან ფულს დიდი დატვირთვა ჩემზე არ ხდება და არაფერს გაკეთება დიდად არ მიწევს უბრალოდ აი გარი ამ პასუხისგებლობის მოშორება. ხო რა პასუხისგებლობის მოშორება არის და უბრალოდ ააკეთებ რატო ზახვე ხო, ნუ გამხმოვანებას დიდი პასუხისგებლობა აქვს მაყურებელთან რომ სწორი ემოციით, სწორი ხასიათით გადმოხდეს. შეხედე ბაზარი არა წერეთელი და გეორგობიანი დღეში რამოდენიმე სერიას, რამოდენიმე ფილმს აკეთებენ ეგრე. მაგრამ უკეთესი არ არის რომ აი დაუშვათ 7 სერიის მაგივრად 3 სერია და 4 ფილმის მაგივრად 2 ფილმი გაახმოვანო და ემოციური. ეგრე ჯობს, ანუ უკეთესი არის. ანუ თან ის გაქვს რა ტექსტი გაქვს. ტექსტი გაქვს. ტექსტი არ გვაქვს, ემოციებით მაინც ვაკეთებ. ხო, ტექსტი არ გვაქვს, ემოციებით ვაკეთებთ. ჩვენ ეგრე ვართ მიჩვენები. მე ხა ტექსტი რო დამიდო, ტექსტით გამიჭირდება სხვადასხვა. მირჩევნია რომ მოვისმენო და ჩემი თუ თარგმნო რა, ტექსტით გამიჭირდება. იმიტომ რომ ცადე ერთხელ ცადე ტექსტით და მეთქი არა. ვერა, ან თუ მივეჩვიე ბაზარი არა, რამოდენიმე ჯერ ვცხადო, კი მივეჩვევი, მაგრამ მირჩევნია ჩემი თქვნა რა. იმიტომ რომ რა ვიცი, ანუ რავი, არ ვიცი, ვერ ვეჩვევი რა ტექსტს. და რა წამს რაზე გავჩერდი, ცოტა დავფიქრდე. ძალიან ბევრ რაღაცას მივედმოვედე. ხო და უბრალოდ უკეთესია რომ ემოციურად გახმოვანდეს. ანიმეს ურცეში უკვე შემოვიდა, даже რევოისის დაარსდა. რევოისი დუბლირებით აკეთებს ემოციებს დებს და ეგ მიხარია. თუ და даже რევოისის მიმბაძველებით წამოვიდნენ, როგორც ვთქვი, ანიმეტივით თავის პროექტებს აკეთებს ახლა. მგონი ანიმებიდანაც ვიღაცა წამოიწყო, რავი რომ გუშინ გავიგე. და ეგრე თუ მიაწვნენ და ეგრე გააკეთეს ყველაფერი, ან დუბლირებას თუ მიაწვნენ და რაღაცა ძალიან კაია, მაგრამ აუცილებელი არ არის ყოველთვის დუბლირება იყოს. voice over-შიც რომ ემოციები ჩართო, ეგ არ არის პრობლემა და არავის დისკომფორტს არ შეუქმნის. უბრალოდ კომპრესორი დაადეთ. მორჩა. მეტი არაფერი. ეხლა ძალიან არა თავდაბლურად გამომივა, მაგრამ ჩემი აზრით რო არის დედპული ფანდაპს სივრცეში არ შემოვიდა დუბლირება. სხვადასხვაის ხო ნუ დედპულის მერე ავი შეიძლება დედპულის მერე წამოვიდა ჯუჯუტსკაისენი რევოის მერე გააკეთა. შეიძლება ანუ მაგამდე არ ვიცი საუბრები ქონდათ თუ არა დუბლირების გაკეთებაზე, რაღაც არ მახსენდება. მაგრამ შეიძლება ხო რა დედპულის მერე დაარსდა როგორც მახსოვს რევოისი რა. ხო და კარგი არის რა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა რომ მე უფრო და უფრო წინ წახვიდე. აი დაუშვა და წლების განმავლობაში ჩათვალე ქართული გახმოვანება იდგა ერთ ადგილას. და არსად არ მიდიოდა. jinx. εντάξει, მე და კარგი არის რომ ეხლა წინ წაიწია რა გახმოვანების თემა და უკვე მიხვდა ხალხი რომ დუბლირება როგორი არის ნამდვილი გახმოვანება. იმაზე რას ფიქრობ რომ ხალხი ვერ არჩევს კარგს და სულ გახმოვანებას. ჯერ ვერა. თარგმანი და გახმოვანება ერევა ერთმანეთში. ხო, ეგ ეხლა ზოგ ხალხს ისიც ერევა რომ ისა რა ქვია საით რო გადადიან
სადაც მარტო ქართულად იდება ფილმი, დავუშვათ მე ახლა მომივიდა Minecraft-ზე. ვიღაც მიწერს ქართულად დადეთ რა და ქართულად მიდევს. ეგეთ ბევრი კომენტარი იყო რა. და ანუ ეგრე ახლა ბევრი ბავშვი არის, ბევრი ვერ ერკვევა რაღაცა, ახლა თვითონს რო დაურდე და აუხსნა, ეგრე არ გამოვა. ანუ თქვენი ხოლმე ეს ყველაზე მარტივი იქნება, რომ მიაწეროთ ჭრილებში ქართულად. დამიჯერე მაინც იქნება. მაინც იქნება. ხო და ანუ ეგრე ახლა ყველას რო დაუჯდა და უხსნა რომ აი ვერა რაღაცეები რო აუხსნა, ეგრე არ გამოვა რა. ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომაც დრო ჭირდება რა მაგ ყველაფერს დროთა განმავლობაში, ანუ ისინი ვინც ხვდება და ვინც ერკვევა, ეგ ერთი ეტყვის 2-ს, 2 ეტყვის 4-ს, 4 ეტყვის 8-ს, რაღაცა შენ ესე გაგრძელდება რა. და ასე ყველაფერი წესით კარგად წავა თუ მიაწვება ქართული ფანდაბი დუბლირებას და ემოციურ გახმოვანებას. Так, Revoice-ი ახსენე, შენ როგორ მოხდი Revoice-ში? მე როგორ მოხდი Revoice-ში? რა ვიცი, Discord-ში შევედი და მითხრეს შენ Utah-ს ახმოვანებ. მეთქი Utah-ს ჯურჯს აკეთებ თქო? მეთქი ხო, ჯურჯს აკეთებ დუბლირებაში, თქო, დუბლირებაში თქო. არა, მე შევედი Voice-ში. Noah მომწერა, ისა ქვია. ბიჭო, დუბლირებაში მიიღებ მონაწილეობას და მეთქი კი რატომაც არა მივიღებ მონაწილეობას თქო რა. და მე Revoice-ი რა კონუგი მასიმაში შევედი, call-ში და მე მაგას საუბრობდნენ, რაღაცა ვისაუბრეთ და გადანაწილეს პერსონაჟები და Utah მომცეს მე. ეგრე მოხდი Revoice-ში და თანამედროვე ახლა თითქმის ყველა პროექტში ვარ. წერან ამბობდი იმას, რომ მინდოდა პროექტის აკეთება დუბლირებით. რომელ პროექტზე საუბარი და თუ აპირებ მაგის გასუსწრებას? ბევრი პროექტი მქონდა მე დუბლირებაში წამოწყებული სხვა. თავიც მე რომელზეც გეუბნები გასუსწრებას ხო? კაფედი? ჭიქუნია? სიმღერებიც როა. ისა ჰაზბინის სასტუმრო? დუბლირებაში ანიმე ფილმი. ანიმე კი არა, ანიმაციური ფილმი. ჯეკი ის Nightmare Before Christmas-ი? ბიჭო, მაგაზე ისე თემაა რომ ჭირდებიან ისეთი არა, ადამიანი არა. ჭირდებიან ისეთი გამხონებლები, რომლებიც იმღერებ. ანუ შეხედე ახლა რა თემაა? აი, ახლა რამდენი გამხონებელიც არის? Revoice-ში არის 23 ბიჭი და გონი 10 გოგო რა. 30-მდე ვართ. ხო რა, 30-მდე არის. ახლა მაგათთან რომ შევიდე call-ში და უთხრა აბა ვინ იმღერებს თქო? იტყვიან მე სიმღერა არ შემიძლია, მე ის არ შემიძლია, მე არ შემიძლია, ვერ ვიმღერებ რაღაცა, მაგრამ არ არის ეგრე. ეგრე ახლა ჩემი პირველი ისა სიმღერა რო ნახო, ისა ქვია. იტყვი არ შეუძლია სიმღერაო, რატომ მღერისო? მაგრამ აი თანამედროვე რამოდენიმეჯერ რომ რაღაცა იმღერო, რაღაც დაამუღამო, თანდათანობით სიმღერის სწავლა შეიძლება რა. თავისუფლად პრაქტიკა ყველაფერს შვება რა. თავისუფლად შეუძლიათ, აი მაგო 22 ბიჭებს ვიტყვი, 22 ბიჭი გამხონებლიდან, ეხლა რო ჩაუждდეს 22-ვე სიმღერებს, კარგი, შეიძლება ვიღაცას მენა არ ქონდეს უბრალოდ რა და მაგ პონჩი მოდი გამოვრიცხოთ რა რამოდენიმე და აი 22-დან 40% მაინც დაამუღამებს რა, შანსი არა რომ ვერ დაამუღამო. 40% დამუღამეს და მე უკვე უფრო მეტი გზა იხსნება რა. იმიტომ რომ ბევრი ისეთი პროექტი არის, სადაც სიმღერები არის რა და აუცილებელია რომ ვიღაცებმა იმღერონ. და მე მომივიდა ახლა დონგლესზე რაღაც წაიღინა და ეგ რო ჩავწერე ქართულად კურატორი მიციქო დონგლესს, მაგრამ მითხრა რომ არ გინდა ვსმენო. ხო და აი დონგლესზე მეც მომიწია სიმღერა სხვადასხვის ის Twinkle Twinkle Little Star რა. მაგაზე შეხედე მაგ მომენტს რო ვაკეთებდი მეთქი პერსონაჟები მღერიან თქო და ჩვენ სხვა არ ვიმღეროთ თქო რა მიწერე იმას რა ქვია ჟორას რა და ბიჭო არა მე და ის ვერ ვიმღერებ თქო რა და აი მაშინ აი ჩემ პერსონაჟი ცალკე მარტო მღერის თქო რა ერთ მონაკვეთს თქო რა და მაშინ მე ვიზამ თქო რა მაინც თქო რა და ვქენი კიდევაც ეგ მონაკვეთი ხო და ასე რა ანუ რო ცადონ რამოდენიმეჯერ რო ცადონ ბოლოს გამოვა რთულია, მაგრამ გამოსწორია. კი, სიმღერა გაცილებით რთული არის, მაგრამ შესაძლებელი არის. ყველა შეუძლია სიმღერა, ნუ ახლა თუ სმენა არ გაქვს, ახლა მაგას ვერ გამოვასწორებ ფიზიკურად. მაგრამ ბევრი სხვადასხვა ვისაც სმენა არ აქვს, მაგათაც ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ კარგად მღერიან რა, სმენის გარეშეც. უბრალოდ მაგათ უფრო მეტი მუშაობა დაჭირდებათ. ხო და
რევოისი კარგად მიდის, ახლა ძალიან კარგად მიდის. რამდენიმე პროექტი აქვს უკვე და იმედია ეგრე გაგრძელდება სამუდამოდ. თუ საერთოდ არა რომ გახდი კურატორი ერთ-ერთი პროექტის. ხო, გავხდი, გუშინ ჩამიგდეს ზუსტად ის რა ქვია, თარგმანი და დღეს უნდა გადავანაწილე უკვე პერსონაჟები პრინციპში და დღეს უნდა დავუარო 18-კი იზამ თუ ვიღაცა უარს იტყვის, უნდა გადავანაცვლოს ხვით, სხვა უნდა ჩავანაცვლო ასე შემდეგ. კითხები მე პირდაპირ ნარუტოს. არა, შეჭი მე დაძელებაა. არა, მე რო ვკურირებ, მაგ ერთ პროექტზე რო ვკურირებ, რომ მეთქი პროექტია ყორშენზე პერსონაჟი. თოსა და უგდები. ეგ ისე თემა რა ვის მე ეგ დაძელებად მეჩვენება, ამიტომაც მირჩევნია მივწერო გსურს რომ ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა, არ მსურს, კაი, ნუ გსურს, სხვას ვეტყვი. ეგ თემა არის. მაგრამ ეხლა თუ მე 10 მამითხრა უარი, მაშინ ჩემ ფეხებს ვის. რა პროექტი კურირებ? მაგის თქმა წესით არ შეიძლება, არ ვიცი. მე არ მეკითხოს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში არ ვიტყვი. მაგრამ ისეთ ფილმია, რასაც ყველა ელოდება რა. დევს ქართულად სადმე იმიტომ რომ არა. არა, ეგ ფილმი არ დევს ქართულად. მაგის სხვა ფილმები დევს. რატო წამოხვედი მაიკადრი? მაიკადრი იმიტომ წამოვედი, რომ ზოგადად ეხლა მან ხო წერეთელი და გიორგობიანი აიყვანეს. მაგ მხრივ ფილმებში და სერიალებში ეხლა ეგენი არიან რა. ნუ და კეზო. და სამივე აკეთებს voice over-ში. ადმინს ერთში ვინდა რომ ყველაფერი voice over-ში იყოს, იმიტომ ხალხი არის მიჩვეული და მეთქი ოკეი. და ანუ არ მქონდა ის პერსპექტივა რომ ანიმეები მობეზრებული მქონდა რა. აღარ მინდოდა უკვე ანიმეებს გახო, მინდოდა გადასულიყავი სხვაგან რა. აღარ მინდოდა ანიმეებზე ყოფნა. და მეთქი ოკეი თქო რა. მე შევქმენი ჩემი საიტ მაგის გამო და ნუ მაიკადრზე თქვი რომ მეთქი რა, რაც მაქვს მაგას მან ვიზამ თქო. იქ უბრალოდ სხვა პროექტებს ვიზამ თქო და აი კიდე ჯობს შენ საიტს მიხედო, იმიტომ რომ ახლა გამოსტილი არის მაიკადრის ადმინი რა, რამდენი წელია საიტს მართავს და იცის რომ რთული არის საიტის მართვა და ჯობს შენ საიტს მიხედო, იმიტომ რომ ამ სხვა საიტებზე დრო არ დაგრჩებაო რა. დანიელი არ გახდეო. მაინც თქვა მაინც. ხოდა მოკლედ არა სპორტისფერია უკეთეს. შევქმენი საიტი იმისთვის რომ სერიალები გამეკეთებინა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ანიმეები მიწევს. მაგრამ ახლა ვაპირებ სხვადასხვა უკვე იმ ნაბიჯის გადადგმას რომ ხალხი ავიყვანო. იმიტომ ერთი შემპირდა. ჯერჯერობით ანაზღაურების გარეშე. შეიძლება იყოს ზოგჯერ. გააჩნია საიტიდან რა შემოვა რა, დონაციების მხრივ. კაი, რატო redline-ი? Redline-ი, იმიტომ რომ ახლა მე ხომ ამის გამხმარებელი ვარ. ვფიქრობდი კაი ხანი საიტის სახელზე და ვერ ვიფიქრებდი ახლა ფილმები და რაღაც ეგეთები რომ დამერკვა ისეთი თემა რა, რამე ორიგინალური მინდოდა. ვიფიქრე redline-ი, ანუ თავიდან grand line-ზე ვფიქრობდი, მაგრამ grand line-ის რაღაც ისე თემა არის თქო რა. და გადავედი redline-ზე. redline-ი მოკლედ One Piece ვინც უყურებს მიხვდება. redline-ი One Piece-ში არის მთა, რომელიც აკავშირებს, ანუ ზოლისავით მიდის მთა, რომელიც აკავშირებს 4 ზღვას ერთმანეთთან რა. ხო და ჩემს საიტზე ხოვაპირებ რომ ანუ ვაპირებდი რომ ყველაფერი გამეერთიანებინა. ანიმე, ფილმები, ანიმაციები, სერიალები, დორამები და ასევე ესენი რა მოკლედ რა ყველაფერს გაერთიანებინა და მეთქი redline-ი რა ხან 4 ზღვას ერთმანეთთან აერთიანებს, მოდი redline-ს დავარქმევ, რადგან redline-ი აერთიანებს ყველა არსებულ მხატვრულ რაღაცას ერთმანეთთან თქო რა. даже მანგებსაც ვაპირებ. გახმოვანებით თუ გახმოვანებით დადებით იმის უბრალოდ თარგმნით არა. ხო და ამიტომაც ესე გადავწყვიტე რომ redline-ი დამროქო, მაგრამ redline-ი დაკავებული იყო, ამიტომაც ბოლოში მომიწია Y-ის დამატება. იმედია ოდესმე განთავისუფლდება redline. რომ ჩავანაცვლო. კარგი, ეხლა მე რა მაინტერესებს. რატო არ დევს Daredevil-ის სრული ეპიზოდები? Daredevil-ის სრული ეპიზოდები იმიტომ არ დევს რომ გოგო არ ახმოვანებს. არ ახმოვანებს. ახლა ზოგჯერ ვერ იცლის, ზოგჯერ ეზარება, რავი. მაგრამ მითხრა თვის ბოლომდე ვიზამო და იმედია იზამს თვის ბოლომდე. ერთადერთი გოგო მყავს
საიძე და მაგან თუ არ ქნა ჩემიღებსთვის. ვიდეო კიდე აყვანას როგორების? ვაპირებ ხალხის აყვანას. ისა ქვია, აკადემია არა, უბრალოდ ვაპირებ ხალხის აყვანას და ასე ვაპირებ, რომ ანიმეების ხალხი, ანიმაციების ხალხი ცალკე იქნება, ფილმების სერიალების ხალხი ცალკე იქნება. იმიტომ რომ როგორი საზელოა, რატო არ იქნება შესაძლებელი? იმიტომ რომ მახსოვს რომ ანიმეს მაიკადეზე ახმოვანებდი ანიმეებს, ფილმზეც იყავი, დვორცები ანიმაციაზეც იყავი რაღაცა. და ხო, რატო არ შეიძლება რომ აიზილოს, თუნდაც შენ საიტზე? იმიტომ რომ ანიმეებზე თავისი ანიმეებზე ბევრი ხალხი წამოა რა. და ეხლა მე რომ ფილმებზე და სერიალებზე უფრო ცოტა რა, ისე თემა არის რომ ეხლა ანიმეს გახმოვანება უფრო მარტივია. ვიდრე ფილმები და სერიალები. არა, ნუ იტყვი ეგრე. ემოციის მხრივ ემოციების მხრივ და სად ეხლა 20 წუთია, სად ეხლა ყოველი სერია საათიანი რო. ხო და ამიტომაც რახან იქ ცოტა იქნება, აქ ბევრი იქნება. მირჩევნია ბევრმა მიხედოს იმას იმ ანიმეებს მიხედოს ბევრმა. და ცოტა რაც იქნება, მირჩევნია მაგათმა ანიმეებს არა მიხედონ ფილმებს რა. იმიტომ რომ ეგენის თუ ანიმეში გადავიდნენ, ფილმებზე სერიალზე ვეღარ იქნება რა. და ეგრე არ შეიძლება რომ მოხერხდე რომ სიტყვაზე ფილმზე იყო, მაგრამ თუ ვიღაც ანიმიდან ვერ ახერხებს გახმოვანებას, ფილმს გადავიდეს და ის ერთი სერია შეწეროს. და შეუძლია, მაგრამ ანიმეებში ბევრი იქნება და ანიმეებში ბევრი იქნება და იმას ჩაანაცვლოს რო რამე. ამიტომაც მირჩევნია ესე იყოს რა დაყოფილი რა. ნუ ერთი საერთო ჩატი რა თქმა უნდა იქნება, საერთო ის რაც აკავშირებს, მაგრამ ზოგადად ისინი იმას იზამენ, ესენი ამას იზამენ. და ეგ ანუ აყვანით ესე ვიზამ რომ მომენტს ერთწუთიან მომენტს ჩავაწერინებ, ანიმეს მომენტსაც ჩავაწერინებ და ფილმის რამე მომენტსაც ჩავაწერინებ. მაგალითად რო ჩაეწერენ გახმოვანების მიხედვით ვინ რომელს უკეთი იზამს, მაგის მიხედვით გადავანაწილებ იქით აქეთ. ანიმაციურ სერიალზე თუ გიფიქრია დუბლირება? კი კაცო, ორი ცალი მქონდა ეგეთი წამოწყებული. პირველი იყო ჭიქუნიების შოუ, რომლის პირველი სეზონი თითქმის დამთავრებული მქონდა დუბლირებით, უბრალოდ ერთ დუბლირებას ვეძახი ყველა პერსონაჟს რო სხვადასხვა გამხმოვანებდა. სხვადასხვა გამხმოვანებდა ყავდა, მაგრამ მე ვახმოვანებდი ყველა პერსონაჟს და ვაპირებდი ხმების მოშორებასაც ვაპირებდი. და სიმღერებიც იყო, მან სიმღერებსაც ვაკეთებდი. სხვა შორის ჭიქუნიას შოუ იყო ის პროექტი, რომელმაც უფრო დამხვეწა სიმღერებში, იმიტომ რომ ყოველ სერიაში იყო სიმღერა. ხო რა? მე ერთ სერია წამეშალა და მაგის გამო ცოტა გული ანუ აღარ გამიგრძელებია რა მაგის გამო რა. ახლა მაქვს ექსები, მაგრამ უკვე ისება 2 წელი გავიდა და მიშენ გადავახმოვანე ისე და ვიდრე 2 წელს წინანდელები დავდა. აი, Cartoon Network-ის კლასიკა სერიალებს აგრებ, მაგალითად გამბოლი და ეგეთი სერიალები. გამბოლი ძალიან მინდა. მაგრამ დიდია რა. რო დავიხოთ, მანდაც სიტყვაზე 200 სერია მე 200 შენ. მაგდენი არის? 400 არის? არ მახსოვს. არა, ეს პირობითი მოვიდა ეს სერიალში. ესე თემა არის რომ ეს დაყოფის თემაც რაღაც არასწორი მგონია. მგონი უკეთესია რომ ერთმა დაიწყოს, ერთმა გაუყვეს რა. მაგაი კანფეტებია. შეგეიგოს, ხო? შეგეიგოს. აი. რედლაინის გადავა. გაკეთე და რასაპირებ YouTube. აღწერაში იქნება ნახეთ ეგეც რავი. ყველა ლინკი რაც საჭირო იქნება აღწერაში. უშუალოდ ამბები ფილმებზე, სერიალებზე, ანიმეებზე. გამოსვლები და ასე შემდეგ. განხილვებს თუ აპირებ YouTube-ზე. ფილმის? ხო, ახალგამოსული ფილმის განხილვას იყოდა. კინოს ოდვასავით? არა, ეგრე განხილვა არა, თან დაჯმარიყოს თან განხილვა არა, უბრალოდ მე რო ვაპირებდი ჯოკერზე. ეგეთი განხილვის გაკეთებას. ეს შეიძლება კი. ეგეც კარგი იდეაა. მაგის გაკეთებას თავისუფლად შეიძლება. ტრეილერები, დუბლირებით. რაზე აქვს ტრეილერის დუბლირება, როდესაც იმას voice-over-ში იზა. ეგ მართალია. ესეთი ერთი იდეას მოგეწოდეთ მე ესეც რაღაც გავაკეთოთ ხოლმე. რამე პროექტი თუ გინდა საკაიფო, Revoice-ის headline-ის სახელით. ტრეილერი გავაკეთეთ დუბლირებაში
და იგივე ხალხი, ვინც ტრეილერში იქნება, თან გამოვაწყდება. მხოლოდ რედლაინი კონზე. და იგივე ხალხი, ვინც იქნებიან დუბლირებაში, გადმოვიყვანოთ, და ტრეილერში გადმოვიყვანოთ თვითონ იმას ფილმში. ხო, ტრეილერში ვინც გაახმოვნებს, ეგ თავისთავად ფილმში იქნება. ეგრევე ვაკეთებთ, დიადი ბუმბულის ერთ-ერთი პროექტი არის, просто სახელს არ ვიტყვი. და ეგრევე ვაკეთებთ რა. Bad Boys. მეორე ნაწილი. ტაქს, იცი რა. ტრეილერი ხო დევს. ტრეილერი დევს. Daredevil ზოგადად მას თვითონაც არ მოიწონა რა. მე ხარ რო უყურა 4 სერიას და რო გაახმოვან 4 სერიას თვითონაც ვერ შეითრია რა მაგ სერიალმა რა. და როდესაც რაღაცა არ გითხრობს, უფრო გირთულდება რაღაც გახმოვანება. და ამ პერიოდში, როდესაც მაგას არ ახმოვანდა, ბევრი რაღაც გაახმოვანა. რევოისისთვის რამდენი ფილმი სამი ფილმი გაახმოვანა. ერთ-ერთ არა, სამ პროექტშია მთავარ როლს. იმაზე თქვენ რო ხართ, ჩემთანაც მთავარ როლზე არის და კიდევ ერთი პროექტი არის, მანდაც მთავარ როლზე არის. ეგენი გაახმოვანა, მაინკროფტის ფილმი გაახმოვანა. ერთ რაღაცას აგროვებს მაგის სერიებს და ეგენის უნდა დადოს. და მოკლედ, ანუ უსაქმურად მაინც არ ზის რა, უბრალოდ იმას გული რო არ მიდის, მე ვიზა ესე წელავს რა უბრალოდ რა. აი, შენ საერთოდ სულოდოთ. ის რა ქვია. ჯერჯერობით უმეტესწილად ფილმებს დიდი ალბათობით. ანიმებისაც ხა იდება რა. მრავალხმიანი ფილმები იქნება. მრავალხმიანი გოგო ბიჭი იქნება რა. ხო და აი სიტყვაზე აჭანეთის ის რა ვიყოთ. Endgame იქონდა, Infinity War იქონდა და რაღაც ფილმები იქონდა მრავალხმიანი. შენ თუ აპირებ. ეხლა თუ მეგეთი ისეთი ფილმი არის და რაღაცა შესაძლებელია რა. იმას უცხარ რომ ის თუ უნდა რო გახმოვანოს. დაუშვათ აი Minecraft-ზე ნოვას უნდა და დახმარება. შენს გინდო და ხო და მაგ პონჩი შესაძლებელი არის, შესაძლებელი გასაკეთებელი არის ეგ რა. უბრალოდ Minecraft-ზე იმიტომ არავინ არ დავიხმარე რომ სიმღერები იყო. და მანდ ახლა ჯეისონ მომოა რომ იმეცა ნოვასთვის გინ ჩვენთვის. ჩემ ხმას მე პირდაპირ ვაყოფ რომ ჯეისონ მომოა და მე შორს ვარ. ხო, ეხლა მე შორს ვარ. მაგრამ ზოგადად ჯეისონ მომოა რო ახლა მომეცა შენთვის ან ის რა ქვია ნოვასთვის, ჯეისონ მომოაც მღერის მანდ რა. გადავიდეთ ესეთ კითხვაზე, შენი აზრით, რამდენად აფუჭებს პროპაგანდა ფილმებს, სერიალებს, რა გინდა ანიმეებს? პროპაგანდა წლები აფუჭებს როგორ ყველაფერს. ზოგჯერ ვაღიარებ რაღაცა უხდება, მაგრამ ზოგჯერ ანუ უმეტესად მაინც არ უხდება რა. აი როდესაც პერსონაჟი არ არის გეი, არ არის ლესბი და უცბად ზოგადად უკვე გეი და ლესბი ხდება, აი რასაც ამ წლებია ეს პერსონაჟი მოხდოს და უცბად ჰოპლია. რაც არ მოხდოს ეგ ხდება. ნიკ ფიური რო შავკანიანია. ეგეთ პროპაგანდაა. კომიქსებში თეთრკანიანი იყო. თავიდან სპაიდერმენშიც 94 წლის საუბარში. ნიკ ფიური თავიდან იყო თეთრკანიანი კომიქსებში. დიდი ხნით არ იყო თეთრკანიანი. ხო, მე ვიცი რომ მარტო კომიქსებში იყო და მე ფილმში არა, ნიკ ფიური დიდი ხნით არ იყო თეთრკანიანი. შავკანიანი გახადეს მალევე რა. რამდენიმე წელი იყო რა. კი თეთრკანიანი იყოს, კი შავკანიანი, მწვანე კანიანია, მოდი აქედან დავიწყოთ. ხო, ნუ ეს ხო. ეგ არ არის ნიკ ფიური. წლებია ეგ არის. ხო და ისე თემა, მე даже მარველ მაგაზე იყადავა რა. ნე ეგ კარგი არის. მარველ მაგაზე კომიქსი იყადავა, დედპულის კომიქსი მქონდა რა. და მაგ კომიქსში ნიკ ფიური ადრე ხო თეთრკანიანი იყო. და დედპული გადავიდა სხვა სამყაროში თუ დროში დაბრუნდა, აღარ მახსოვს რა. და შევხვდა ნიკ ფიურის. თეთრკანიანი იყო. ხო. კი, მაგრამ შენ შავკანიანი ახარო? შავკანიანი მარო, რაღაცები დაიწყო რა, გადაობა იყო რა და მაგ დროს ჰიტლერი დაამარცხეს. ხო. აუ დედპული მაგრამ ემოსება. მაგ კომიქსში ჰიტლერს ამარცხებენ. ფილმშიც ხომ მოკლა ჰიტლერი. მეორე ნაწილის ტიტრების მერე სცენა რო იყო. ხო, ფილმში ბავშვი რო იყო. ხო. შენ არის მომავალში რასიზმი, მაგრამ მაგის უბრალოდ არ მოგცი. ამ დროის ხალხი იყო და უნდა დავარღვევთ რაში ამოისვა პირდაპირ ინგლისურად. დაიხია რა. მაგიტომაც მოგეცი შენ დედპული. რო უფრო ხასიათით ახლოს იქნებოდი კომიკურად, რაც რავი, კომიკური პერსონაჟი უფრო მოხდება შენ ხალხს ესე მოგიყვე.
ანუ რა კომიკური კაცია, მაგას ამბობ? კომუნიკაცია არა, მაგრამ ხმა ისეთი აქვს, რომ ეხლა სიტყვაზე ჩემ პერსონაჟ, ჩემ ხმაზე მე არ წარმოგიდგენია პირადად კომიკური პერსონაჟი. რომელი დააწერინე? იმას კი არ ვეუბნებია ჯერა ცირკის მასხარას. რა დავბრაკი? ჰა? რა დავბრაკი? კაი, მოდი გადავიდეთ ესეთ კითხვაზე. არ მახსოვს მე-12 თუ მე-13 პოდკასტი იყო. ხო, ხვდები რა კითხოს უნდა დაგისვა, მე-12 პოდკასტი პირველი უშუალო პოდკასტი იყო ყანჩოსთან და ისაუბრა თქვენს დაპირისპირებაზე. ერთ-ერთი სიტყვით რომ ისაუბრა მაგაზე. რატომ მოგივიდათ, რისგან მოგივიდათ, როგორ მოგვარდა ერთება. Короче, იყო ერთი წვენოლი დღე. მუშაობდი. კონწერა ყანჩ. ტელეფონი გავახტოვანო. მეთქი არა. თუ გინდა თავიდან დაიწყო, მაგრამ ესე გავსელებით არ გქო. კარგიო, ჩვენ ერთმანეთის მემედოქეები არ ვართ რაღაცაო. და იმიტომ მოვიდა რომ მეკითხა შენი აზრიო რა. მეთქი ოკეი თქო. მე მოგვარდა ეს ყველაფერი და გადის. ორი კვირა. და მაგ საუბრის მე გამოსული ორი სერია დაიდო ანიმებიზე. ყანჩოს და რაღაც გახმარებთ. ყანჩოს და მუშუკუ თუ ვიღაც გახმარებთ რა. დაიდო ეგ ორი სერია მაგათ გახმარებთ და ახლა ისე თემა რომ ყანჩოს უკავშირდები, მაგრამ არ იგებს არც წერს არაფერი და მე ვარ იმენი მაგარი გამრაზებული რა. რა შეიძლება როგორ გასწრებს რაღაცა აი ვენა ხომ კითხა აბა ერთმანეთს მეთოქები ავურძო რაღაცები და თან მაგროს თან ისე თემაა რომ სხვისგან გავიგე ლაივში ვიყავი რა მაგროს რა და გავიგე სხვისგან ეგ ამბავი რა და ეგრევე ამარტყა რა ანუ დაჟე როცა უკავშირდებოდი ისა ქვია მესენჯერზე რაღაც მაგროს დავიმიუთე გავქიშე ეკრანი რაღაცა ეგრევე უკავშირდებოდი არა იყო შავთე ეკრანისა და მამისი რაღაცა დავიწყე რა ანუ შეურაცხყოფას მოვყენე რაღაცა ისა ქვია ასე შემდეგ რაღაცა როგორ გაპიტა მე რაღაცა და მე უკვე მივხვდი რომ ესა გავაკეთე ხალხი ესამოდა მეთქვა უთხრა მე კიდე ყანჩოსთან კიდე მქონდა საუბარი რაღაცა და ის ვერ გავაგებინე რომ ანიმეში არ იყო პრობლემა რა ანუ იმ დროს რო ველაპარაკებოდი პრობლემა იყო პრინციპში ხო ანუ იმ დროს რო ველაპარაკებოდი ზონი შენს იყავი მან ხო რო ველაპარაკებოდი ის ვერ გავაგებინე რომ ანიმეში არ იყო პრობლემა ანიმე რო იყო მაგაში არ არის პრობლემა იმაშია პრობლემა რომ ადამიანმა მკითხა და მე ჩემი აზრი ფეხებს დაიკიდა მაშინ რა თქმა მეკითხები თუ ჩემ აზრს დაკიდებას ისაც აპირებ რა მაგას უხსნით და სპაინს აღიზარდა ანიმეს გამო ესე რატო და მე უთხარი მეთქი ახლა ესე ვიდეთ ხო იმეწერთ რა გაგებინებთ ხო რა თუ გინდა შევხვდეთ ხო ან თუ გინდა მოდი დისკორდზე დავილაპარაკოთ ხო და ანიმეს გამო მიბარებო და მეთქი ანიმეს გამო არ გითხარი თუ გინდა შევხვდეთ თუ გინდა დისკორდზე მოვიდეთ და მეთქი ოკეი თქო რა და დავიკიდე რა და მე ის ველაპარაკე იმას ჟორასთან ველაპარაკე ანიმების ადმინს რა ანიმების ადმინთან დაჟე ყანჩოსთან მიმოწერის დროსაც იმაზე მოვხადე ბოდიში რა ქვია რომ ესე ველსაუბრე ლაივისას ანიმების ადმინთანაც ვთქვი რომ ბოდიში მე მაგას მოხდილი რაღაცა და ანიმების ადმინმა აიღო რომ ვარკისის ანიმებიდან მეთქი ოკეი მოვაგვარეთ ყველაფერი რა არ თუ მინდათ და იყოს თქო რა და გადატანეთ კაი გადაიტანეთ თქო მაგრამ აი ესე გავძლებთ არ გავგრძელოთ თქო თუ მინდათ რომ არ ვცდეთ ნოლიდან დაიწყოთ ხო და არ მიშენი ავიღო რა და აიღო რა და მე მაგის მე ყანჩოს შენს არც მოუწერია ბოლოს ორ დასინული რა როგორც მახსოვს რა არც ბოდიში არც არაფერი რა ბოდიშიც არ მოუხდია და მე რაღაც რამოდენიმე თვე გავიდა და მე და ეს ელაპარაკება იმას რა ქვია ანიმების ადმინს რა რაღაც მოხდა რა ექსპა ისტორია რაც მოხდა რაღაც მოხდა და ის რა ქვია ანიმების ადმინი ეუბნება ყანჩო ფინანსას ბოდიში რატო უნდა მოუხადოსო რა ვაი მან შეურაცხყოფა მიაყენაო და ამან ბოდიში უნდა მოუხადოსო და ანუ მე ბოდიში მოუხადე იმაზე რაც შავიდინე და იმანაც ხო უნდა მოიხადოს იმაზე ბოდიში რაც შავიდინე რამაც გამოიწვია ჩემი ბოდიშის მოხდა მაგრამ არა ეგრე არ არისო რა ოკეი ეგრე არ არის ხო რა და ეგრე დავიკიდე რა ეხლა ის პოდკასტში რა სიվածრა მაგაზე რას ფიქრობ მაგაზე იმას ფიქრობ კაი ბაზარი არ არის მან მაინც
გამოთქვა ის აზრი, რომ არასწორი საქციელი იყო რაღაცა და ну არ ნეიტრალურად ვარ ახლა რა მაგალითად. შენი აზრით აი მაგაზე რომ საუბრობდა რომ დამაშავე ვარ რომ რაღაცა ბოდიშები თამაშობდა თუ გულწრფელად ამოვიდა. ეგ ხა მე არ ვიცი რა. მე მაგას ვერ იმიტომ ვარ ნეიტრალურად რომ ანუ ვერ ვიტყვი ახლა ეგ სიყალბე იყო თუ სიმართლე იყო. მაგას მე ვერ ვიტყვი რა ადამიანს ვერ ჩოყედო თავში. ხო. აი ბლიზარდს ვკითხე კითხვა. რამდენად უშლის ეს ყოველივე დაბსირცის განვითარებაში ხელს? რა. აი ეს დაპირისპირებები გამხმოვანებლებს შორის. ბიჭო რაღაც ხრივ ზოგს ხვდავს, ზოგს რაღაც მოჩი მოსახოდისავით არის დაპირისპირებები რაღაც თუ დავუშვათ მოწყენილი გვაქვს ყოველდღიურობა და ეს რაღაცა დაპირისპირება არის უფრო მესვიზამ რაღაცა мотивация გეძლევა რაღაც გაკეთების რა. მაგრამ ზოგადად არ არის სწორი ეგ დაპირისპირებები ჯობს ერთიანად მუშაობა და ერთმანეთს ურთიერთ გაგება. აი როგორ უნდა განვაცხავოთ ჯანსაღი კონკურენცია და დაპირისპირება. ჯანსაღი კონკურენცია ჩემი აზრით. ჯანსაღი კონკურენცია ისაა ხა რასაც მე და შემაკეთებ სიტყვაზე One Piece-ზე. ხო. როგორ უნდა განვაცხავოთ? მაყურებელს რა უთხრათ რომ ჯანსაღია? ჯანსაღია? ჯანსაღია. ჯანსაღი. ეხლა მე რომ იმ მიზნით ვიყო რომ ვაი მე დავასწრო ფინატას და ვაი მე ჩემზე მალე არ გააკეთო და მამეთ ერთხელ უნდა დაასწრო. მისია ეგ უნდა გქონდეს რომ ერთხელ დაასწრო. მინიმუმ ერთხელ. რავი, აი წინა პოდკასტში ვახსენე რა, რომ თუ იმაზე ფიქრობ, რომ ამაზე მაგარი ვიყო და ნუ ბაზარი არა თავდაჯერებულობა უნდა გქონდეს, მაგრამ თუ იმის გამოაკეთებ, რომ მე ყველაზე მაგარი უნდა ვიყო და საქმე არ მიყვარს, ჯობია საქმე იმიტომ აკეთე, რომ მიყვარდეს. აი დაუდოსავ თუ გინდა საიტს და დაასწარი. აი 4 საათი დადოსავდი. როდის ესახში მივა. 4 საათი გალბუს დადოსვა ჩაწერთან და რო ჩაერთება საიტში. შენ გამოდოსა რო იყეთი. აი ჯანსაღი კონკურენცია კიდე რა? როგორ უნდა განვაცხადოთ? ბიჭო, ერთმანეთს მიმართ ცუდი დამოკიდებულება თუ არ გაქვს და რაღაც ერთ რაღაც აკეთებ და დაუშვით აი მე და ამას რამდენიმე მიყურს ახლა საერთოდ 3 ხო? ლაზარუსი, არა ხო 3 ლაზარუს ხარჭელი და ის რა ქვია დასასწრით ასრულშენ. აი ეს 3 გვაქვს და რა ვაგინებ ახლა როგორ გადაჭირდა მართალია ზურს გეღებოენა როგორ გამეთ თან დასაწყისის დასასრულს არ ამბობდა რომელან ამბობს რომ სწორად თესლი არაბევდა აიღო ეხა მაგარი მაჰვა არ იძახის ბიჭო ცოცხალი თავი და მაინც გაურტყიანიმე არ რთული გასიტყველი ეგა მაჰვა ერთადერთი ეგ გამოვიდა ხო და ასე რა მარტივი განსხვავებელი არის ერთმანეთს მიმართ სული დამოკიდებულება თუ აქვს და ეგრეთ კონკურენტები არიან ეგ არის სული კონკურენცია ну შეიძლება ზოგადად კარგი არის რაღაც мотиваციის მხრივ მაგრამ მაინც ცუდი არის ადამიანობის მხრივ ფუჭი მოტივაცია მაინც ეგ ჩემს ხო და ჯობს მეგობრულად იყოთ და აკეთოთ თქვენი საქმე მაგრამ ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს ეგ თავის იმიტომ რომ აი One Piece ახლა დაუფასებლობა ვიგრძენი მე პირადად 1000 რაღაც ფერა გავახმოვანე და იმან გააგრძელა იმ აქტივობა მაგომეში ხომ ერთი ხამო ერთმანეთს ორივეს მე დაგისვათ შეკითხვას და მე თუ გინდა დავამთავრეთ რა ორივემ ჩამოთვალეთ 3 ბიჭი 3 გოგო ფანდაბი პროფესიონალი გამხმოვანებლები. სამი არ მეყოფა პროფექში. არ მაინტერესებს. 5 რო ჩამომithვალეთ ჩემთან პოდკასტში, ეგრე არ ჩამოთვალო. 3 შენ და 3 მენა. მე დამწყო? კი. ფანდაბი ვიწევთ ხო? 3 ფანდაბი? ეს ხო გაითი შენახე. ესე იგი. ჰიტოკაჩი, მირაი და მესამე ფანდაბში. გოგოებით ვისწრებთ? ხო. მესამე ფანდაბში. ჰანა. ესა. აი, ჰიტოკაჩი პირველზე შემდგაც ვინ ქვიწინაზე მეორე წუთზე. ვინც მესამეზე დააყენა.
მეორეზე თქვი. არა, მეორეზე თქვი, პირველზე ჩემთან დააყენე მირაი, მეორეზე ჰიტოკაჩი და მერე ჰანა. არა, მირაი შენ დააყენე. პირველზე. მე პირველზე ჰიტოკაჩი დავაყენე. და დაგვრჩი ხო. აი ეს პირველზე დაყენება და მეორე დაყენება, ეგრე არ დამიყენები, უბრალოდ ხო, სამი ჩამო. არა, მე პირველზე ვაყენებ გოგოებში. რავი, არ არის ბევრი გოგო გამხმოვანებელი. ნუ იგივე სიამ იქნება მეც სავარაუდოდ, პროსტა ხო, ზუსტად შენ როგორ ჩამოთვალე ეგრე პირველზე ჰიტოკაჩი, მეორეზე მირაი და მესამეზე ჰანა. იგივე რა ზუსტად. ა ბიჭებში? ოკეი, უცნაურად გადანაწილდა, მაგრამ კაი. ბიჭები? ბიჭები ბევრი არიან შეჭება და რაღაც მირაის მეორეზე არ ველოდი. მე არ დამიყენებია მე ზოგადად. არა, ამისგან არ ველოდი მეორეზე მირაის, მაგრამ კაი. აი, get time-ი. მოდი მაშინ მე სხვა სამეულს ვიტყვი, იმიტომ რომ იციან უკვე ჩემ პასუხი. ნაუკლიური ბიჭი. Rec time-ი. ერენი. და გახმოვანებს ხო რა ესე ვქვია. დუბლირებაში თუ voice-over-ში? ფანდაბი რა, გინდ voice-over-ი იყოს და გინდ დუბლირება. კარგი, მაშინ ხო, ნუ rec time-ი, ერენი და მესამე. მესამე ვიდა. მე სხვა სამეულს ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი top 3 იცი უკვე. აი. მესამე, არ მახსენდება არავინ. მესამე იყოს რომ დავაყენო. პროფესიის გაიჭირები შემოხო. გოგო პროფესორ უგაჯდილი რომ არ ვიცახელია. აი, მესამე შემიძლია მინდა ვაყენო მესამეზე. ბიჭო, არ ახმოვანებს და შევწავლო. აი, მაშინ იყოს rec time-ი. ჟორა იყოს. არა მარტო გახმოვანებს, მონდომების ხრივად. ბოლოს ასეთი პროექტი წავიწყო. და მოდი ეს იყოს. აი, მისი არ მინახავს და. ვაიმე. ოდოაკ. ხო? პირველ ადგილზე, ნუ პირველი ადგილი მაინც არის ცვლილება, ჩემთვის rec time-ს უჭირავს, მეორე ადგილზე ოდოაკრი და მესამეზე კაგეამა, რომელიც გაქრა ფანდაბიდან. არა, კაგეამა კი არა, აუმინე. ნუ ეს top 4 თქვი ამჯერად. სამი. ხო, მაგრამ კაგეამას კაგეამა არაო და აუმინეო, რავი. შეგეშალა. ხო, ხო, მაგრამ რავი, ჩათვალოთ კაგეამას, ასხვა. აუმინე აუმინე ოდოაკრი და rec time. ახმოვანებს მონდოზე. ხო, კაგეამას. აი. თუ კიდე რამე? ეხა გოგოები ხო? ეხლა პრო გოგოები. პროფი გოგოები. ზანდამ გაბელიშვილი. მე არ ვიცი. ზანდამ გაბელიშვილი. ნესტან ხახუბია. და იმაზე თეკო ჩუბინიძე. კენოდ მე პერსონაჟები. ხო, ეს პერსონაჟებიც ჩამოუთვალე გოგოების სახელები არ ვიცი. მოანას. მარიამ ხოხონაშვილი. მოანა აიყო. კიდე ვიტყვი პერსონაჟების არ მახსენდება. ის მომეწონა სხვა შორის Harley Quinn-ს ვინც ხმარობდა ჯოკერში. ჯოკერში, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი და
და ის რა ქვია? ეგ არ მინახავს. ოკეი. და რა ფილმებზე ვიყავ? ეგეც აღარ მახსოვს კინოთეატრში. ავატარი, ბეტმენი. ბეტმენს არ ყოფილა. ვიყავ ბეტმენს. ისა, კასანდრა ნოვა. თეკლო ჯავახაძე. კაი, ბიჭები. ის ვიყავ შეშენო. ვიყავ. არა, ბეტმენს მე არ ვიყავ. არა? მე არ მოხდა. რადგან ვიყავ. კაი, ბიჭები, შენი თქვით რომ მეთქვა. კაფები. და სანდრო კახეთელიძე. ის რა ქვია, დღეს უცნაურ ყოლოდა, მაგრამ არ მოვიდა. ლაშა ბახტაძე. დღეს არ უნდა ყოლოდა, ხუჩაბაც უნდა ყოფილიყო. კაი, ხო, ლაშა ბახტაძე, ის დამევას რა ქვია. ბახტის გახმოვან. Ghost of Tsushima-ს თავისნაჩ, ხო? არა? ეგ არის გაგა ყაჭეული. გაგა ყაჭეული, ხო? ჩათარო იტაჩი გაახმოვანა. ხო, და ლაშას ვიყოს გახმოვანებული შემოსწენე? Tsushima-ში მე მგონი არა. დინ ვინჩესტერი. ოკეი, ეგ. Respect. ეგ. აუ, დღეს დოქტორი გამაზე მე გეხარ გისურვებდა. მე არ მithავს პროფები, ხო? ალექსანდრე ხურაზბეგიანი, ვინც გამახსენდა პირველი. ვითხოვდი კიდე არ მახსოვს წინაზე თქვი ლაშა ბახტაძე, შენ თავი ჩაწერე პოდკასტი. მგონი არ მithავს. ხუთი ჩამოთანი და კი თქვი. კაი, ალექსანდრე ხურაზბეგიანი. ლექსის საკითხვის ხასიათზე ვარ. ანა ვიოგი ჩაუყარე. არა და ბევრი ვიცი და ეხლა და მოგწონა ის ამბავი. სანდრო შეჩემ. სანდრო თქვი წინა პოდკასტში. ახლა რა თუ არ ამბობ? შეცვალე. არ შემიძლია, მაგრამ ეხლა ამ პოდკასტში მინდა რომ ისეთები ვქო, ვინც წინაზე არ მithავს. შენ ფავორიტებს არ ამბობ? ფავორიტებს ამბობ. ან თუ არ შეცვალე, მაშინ იგივე. ხო, მაშინ მოგების ტიმი უნდა ვიქო. просто კიდე სხვები თქვი ვინც სანდრო ასეო. აი, ფავორიტები მაშინ სანდრო, კახეთელიძე, გაგა ყაჭეული, ლაშა ბახტაძე, ზვიად თოლიძე და ვინ თქვი კიდე მერე. მაინც ხუთზე წავიდა, კაი, მაინც ხუთზე წავიდა. ნუ ტოპ 3-ში სანდრო კახეთელიძე, გაგა ყაჭეული და ლაშა ბახტაძე. ანუ რაც მე ვთქვი. და ზვიად თოლიძეს არ ახვედრებ ტოპ 3-ში. უცნაური, მაგრამ ისაა. თუ კიდე გამოშკილი ხო? ხო. ამას შემოწმოდინა. ხო, რავი, თუ კიდე გამოშკილი. აი, დანიელ. ხო. შენ ბოლომდე მიპასუხა ამან იმ კითხვაზე, რას აპირებს ამბობ. ბოლომდე მიპასუხე ამაში გაწყვეტე. რავი, ბრავო რეკორდსი და ტელევიზიები და მაიკ ადრიზე მაქსიმალურად მინდა რომ გადავიდე. როგორ აპირებ მაგის ფესტივალს? შრომით, გახმოვანებით მეტი პრაქტიკით. და რავი, კეისის გადაუძევობა, რა? ლუფისგან ისწავლის მეთქი. ვისგან? ლუფი. ხო, კეისი ახლა თეატრალურ ზევაბარებ და მინდა რომ იდეში ძირითადად ის იყო ხმის მსახიობი. და ყველაფერს იყო მოდებული გინ ტელევიზია, გინ კინოთეატრი, გინ საიტი და ეგრე რა. იმიტომ რომ ეს საქმე ფანატიკურად მიყვარს. მოკლედ, ეს იყო და შემონაგრება პოდკასტი FM ხაზზე იყო. ეს უკვე მეორე პოდკასტია, რომელსაც დღეს ვიღებთ. პირველი ალექსანდრე ხურაზბეგიანთან ერთად იყო. ბოდიშკი ხით მხარეზისთვის რაც იყო წინა პოდკასტში, გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო იყო. და როგორც იქნა ბატონ ჰინაძესთან ერთადაც გავაკეთე პოდკასტი. გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე. დროებით. აბა